მე ვარ თამარ კაპანაძე, ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი. ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილება შრომითი ურთიერთობების კუთხით, რაც გვაქვს არის სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილას. უმეტესად ჩვენი გამოცდილება შეეხება სპორტში სექსუალურ შევიწროებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი დავები, როდესაც სასამართლომ განიხილა ზოგადად სპორტში სექსუალური შევიწროება. ორი დავა ჰქონდა. ერთ შემთხვევაში 6 ათლეტი ქალი იყო, მეორე შემთხვევაში 9 და პირველ შემთხვევაში იყო ვთქვათ 3 არასრულწლოვანი, როდესაც მათ მიმართ ხდებოდა სექსუალური შევიწროება, მეორე შემთხვევაში 1 არასრულწლოვნის მიმართ ხდებოდა, სხვა ათლეტები იყვნენ უკვე სრულწლოვნები. ეს დავები ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ განსაკუთრებით მეორე შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან დადგინდა არა მხოლოდ მწვრთნელის პასუხისმგებლობა, არამედ კლუბის პასუხისმგებლობაც. სასამართლომ ძალიან კარგი სტანდარტი თბილისის შემთხვევაში დადო იმის შესახებ, რომ ადამიანებმა ასე შეიძლება ვერ ისაუბრონ სექსუალურ შევიწროებაზე ოფიციალურად, პირდაპირ ვერ მიმართონ იურისტს, მაგრამ როდესაც თავიანთ მეგობრებს, თავიანთი ოჯახის წევრებს უზიარებენ, ესენი არიან ის ადამიანები, ვისთანაც შეიძლება ყველაზე პირველად გააზიარო და ყველაზე მეტად გაგიმარტივდეს, რომ მათ ესაუბრო და ეს მეგობრები, რომ სანდო მოწმეებად, სანდო მტკიცებულებად განიხილა სასამართლომ, ეს ძალიან კარგი სტანდარტი იყო სამწუხაროდ რეგიონში, არათანასწორი მიკერძოებული დამოკიდებულება ვთქვათ იმ იურისტის მიმართ, რომელიც იქვე მუშაობს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში სექსუალურ შევიწროებაზე იყო ეს არგუმენტები, ზოგან უფრო ვთქვათ პირდაპირ დაღიათ და ზოგან შედარებით შეფარვით, რომ სექსუალური შევიწროება მართლა კი არ ხორციელდებოდა, ეს აი NGO არასამთავრობო სექტორმა მოიგონა და გვჭირდება სამწუხაროდ ეს ადამიანი, ვინც ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებას სასამართლოს მიმართა რეპუტაციული ზიანის თაობაზე, მართალია და საბედნიეროდ ეს დავა თავად ამ ქალებმა მოიგეს და არ დადგინდა ვთქვათ რეპუტაციული ზიანის მიყენება ამ ქალების შემთხვევაში, თუმცა რა კრიტიკაც შეიძლება საზოგადოებაში იყოს და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ თავად სექსუალური შევიწროება ძალიან ფარული სამართალდარღვევაა, ასე ვთქვათ, როგორც წესი საჯარო სივრცეებში, იქ სადაც ბევრი მოწმეა, ბევრი მტკიცებულებაა, ეს არ ხდება ხოლმე და ამ მხრივ რთულია დამტკიცება სექსუალური შევიწროების. ეს იწვევს იმას, რომ შეიძლება ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში, არ ისაუბროს სექსუალურ შევიწროებაზე. გაჭიანურებული სამართალწარმოების უარყოფითი მხარეები არის ის, რომ ვთქვათ, მტკიცებულებების მოპოვება და შენარჩუნება საკმაოდ რთულია. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში სასამართლო ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ვთქვათ, სექსუალური შევიწროება მოხდა თუ არა, პასუხისმგებლობის საკითხი ვერ განისაზღვრება და ასე შემდეგ, ეს იწვევს იმას, რომ ამ მტრულ გარემოში ადამიანს უწევს ხანგრძლივად ყოფნა. სახელმწიფოს არ აქვს მიზანმიმართული ქმედებები, კამპანიები იმისთვის, რომ აი ქალთა უფლებრივი მდგომარეობა მაგალითად დაცული იყოს, გაუმჯობესებული იყოს შრომით ურთიერთობებშიც და სხვა კუთხითაც. ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ფესვგადგმულია და ამის წინააღმდეგ არ იბრძვის. პრაქტიკაში რა პრობლემებიც არის, ამის აღმოფხვრას არ ცდილობს სახელმწიფო.